რა იქნება თუ გეტყვით, რომ პიკაბუს თამაშს შეუძლია მსოფლიო შეცვალოს? შეუძლებლად ჭრებს, ხომ ესეა? დღეს ჰაქიმის დასამტკიცებლად ვარ, რომ არ არის შეუძლებელი. გამარჯობა, მე 7 წლის მოლი ვარ. ეს კი ჩემი პატარა მეგობარია არი. თქვი, გამარჯობა არი. გამარჯობა. ეს კი ჩემი მეზობელი, ამარჯოთია. ახლა მან არი უნდა წაიყვანოს და ექსპერიმენტისთვის მოამზადოს. მაგრამ ნუ ინერვიულებთ, დაბრუნდებიან. დღეს ისეთ ძლიერ რამეებზე გესაუბრებით, რისი გაკეთებაც უფროსებს შეგიძლიათ, რაც ბავშვებადაც გვაყალიბებს და ზრდასრულებადაც. საიდან იცი? რადგანაც ამას ჩემი მშობლები და გარშემოყოფები აკეთებდნენ ადრიანად და ხშირად. ვიცი, რომ ყველა ბავშვს ასე არ უმართლებს, ჩემს მეგობრებს, თანაკლასელებს და ბევრს მსოფლიოს გარშემო. მინდა ამის შეცვლაში წვლილი შევიტანო. მეცნიერების წყალობით ახლა ვიცით, ჩვენი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის პირველი 5 წელი რამდენად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ტვინისთვის. არის სწავლა დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. დედამისის მუცელშივე. როცა არი დაიბადა, ძალიან პაწაწინა იყო. და სულ შიოდა. და სულ ისაქმებდა. ახლა ის იცინის, ჩაიცინებს და მხიარულ ხმებს გამოსცემს ხოლმე. თუმცა ეს მხოლოდ ის ცვლილებებია, რისი დანახვა და გაგონება შეგვიძლია. შიგნით ბევრად მეტი ხდება. ამიტომ მოდით ჩვენს ტვინზე ვისაუბროთ. ლურჯი გუდის ზომა და წონა დაახლოებით ჯანმრთელი ჩვილის ტვინს გავს დაბადების დროს. წითელი კი ბავშვის ტვინია დაბადებიდან 1 წლის შემდეგ. მოცულობაში თითქმის 2 მოხდება. და ჩემს ასაკში ზრდასრულის ტვინის მოცულობის თითქმის 90%-ია. ჩვენი ტვინი ადრეულ ასაკში ბევრად სწრაფად ვითარდება, ვიდრე სხვა ნებისმიერ ასაკში. ყოველ წამს მას შეუძლია მილიონამდე ნეირონული კავშირი გააბას. მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩვენი ჯანსაღი განვითარება ამ 5 რამეზეა დამოკიდებული. პირველი კავშირი, მეორე საუბარი, მესამე თამაში, მეოთხე ჯანსაღი სახლი და მეხუთე გარემოცვა. ეს ყველაფერი ჩვენს და ჩვენს ტვინს სრული პოტენციალის მიღწევაში გვეხმარება. და რისი გაკეთება შეგიძლიათ რეალური ცვლილებების მოსატანად. მეცნიერები ამას ეძახიან გაეცი და დაიბრუნა. ასე უბრალოდ უფროსები ეძახიან ჩვენთან კავშირს, საუბარსა და თამაშს. და აი, ახლა გეტყვით ნამდვილად დიდ სიახლეს. ამარჯოთ, ალი, მზად ხართ? იმიტაციის თამაში წარმოსახვას და ემპათიას ანვითარებს. სახელდების თამაშები აშენებს სიტყვათა მარაგს და ყურადღებას. და პიკაბუს მსგავსი თამაშები, დიახ, პიკაბუს მსგავსი, მახსოვრობასა და ნდობას აშენებს. ყოველთვის, როცა გვესაუბრებით, გვეთამაშებით, გვაცინებთ, ეს მხოლოდ კი არ აძლიერებს და აშენებს ჩვენს ურთიერთობასა და მენტალურ ჯანმრთელობას. არამედ ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს უნარებს გვასწავლით. მეგობრობის გაჩენიდან ტესტის გავლამდე, დასაქმებამდე და შესაძლოა ერთ დღესაც საკუთარი ოჯახის შექმნამდეც. ადრეული და ხშირი ინტერაქცია მნიშვნელოვანია. მე შევამხედეთ, 7 წლის ვარ და ტვინის მეცნიერებაზე გესაუბრებით. კარგი, ახლა ნახოთ რა ხდება, როდესაც კავშირი წართმეულია. ახლა ცდილობს მამის ყურადღება ისევ მოიპოვოს. თითქოს იძახის, სახალისო იყო, რატომ გავჩერდით? ვიცი, ზრდასრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ გამოიყენონ თავისი მოწყობილობები. მაგრამ ბავშვები ისე არიან მოწყობილები, რომ ღირებულ კავშირს ეძებენ. ამისი არ მიღება მათ აბნევს და სტრესავს. კარგი, ამარჯოთ, თუ შეიძლება ისევ ჩაერთე. ახლა, რა იქნებოდა მთლიანი ბავშვობა ამ 30 წამის მსგავსი რომ ყოფილიყო? როგორი რთული იქნებოდა ბავშვისთვის თავი მშვიდად ეგრძნა, დაცულად ეგრძნა. ვინმეს ნდობა ესწავლა. და ამას ცხოვრების მანძილზე შეიძლება გავლენა ჰქონოდა.
ამაზე ფიქრი მომწუხრებს. არის ასეთი რეაქცია ჰქონდა და მალევე დამშვიდდა, რადგანაც მას მამასთან ჩვეულებრივ ძლიერი კავშირი აქვს. უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობა ბავშვებს თავდაჯერებულობას ძენს, რომ ვცადოთ ახალი რამეები, აღმოვაჩინოთ და ვიყოთ ბავშვები. ამიტომ გთხოვთ, ეცადეთ, გახსოვდეთ, რომ განსაკუთრებული პერიოდი პირველი 5 წელია განვითარებისთვის. დედის მუცლიდან დაწყებული. რა არის მართლაც ძლიერი, რისი გაკეთება შეგიძლიათ, გაეცით და მიიღეთ. და როდის? ადრიანად და ხშირად. თუ შეიძლება აპლოდისმენტები ამარჯვებსა და არის. ერთად გატარებული თითოეული წუთი არის კავშირი, საუბრისა და თამაშის შესაძლებლობა. წარმოიდგინეთ, როგორი განსხვავებული იქნებოდა ყველაფერი, ამას ყველა და ყველგანო აკეთებდეს. ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ეს უბრალოდ თამაშზე ბევრად მეტია. ეს ჩვენი მომავალია. მადლობთ. ხედავთ, პიკაპოს თამაშს მართლაც შეუძლია მსოფლიო შეცვალოს.